საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა CNN Prima News-თან ინტერვიუში საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა. როგორც ზურაბიშვილმა თქვა, საქართველოში განვითარებული მოვლენები არ არის მხოლოდ ტიპური პოლიტიკური კრიზისი. მოსახლეობა არის ეგზისტენციალურ ბრძოლაში, რაც მისივე შეფასებით არის ახსნა იმისა, თუ რატომ არ ნებდებიან საქართველოში. მისი თქმით, საპროტესტო აქციები გრძელდება და ეს აქციები რეალურად 2 წელზე მეტი ხნის წინ დაიწყო, როდესაც ხალხი ქუჩებში გამოვიდა რუსული კანონის წინააღმდეგ. პირველ რიგში ვაგრძელებთ ჩემს როგორც ლეგიტიმური პრეზიდენტის როლს. საქართველოში ყველა სხვა ინსტიტუტი ახლა პარტიული ორგანოა. ისინი აღარ არიან სახელმწიფო ინსტიტუტები, ისინი აღარ არიან დამოუკიდებლები. ძალიან მნიშვნელოვანია ყავდეს ფიგურა, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფო უწყოტობას. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ სიმბოლურია, მე არანაირი უფლებამოსილება არ მაქვს, მაგრამ ვიყენებ ამ სიმბოლიკას და ნდობას, რომელიც საქართველოში ხალხისგან მივიღე, რათა ვცადო ოპოზიციის კოორდინაციისა და გაერთიანების როლის შესრულება. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ, რათა წინააღმდეგობა გავუწიოთ ამ რეჟიმს და ქვეყნის გარეთ წარმოვაჩინოთ ის, რაც საქართველოში ხდება. ჩვენ არსებობის ბრძოლაში ვართ, რაც ხსნის თუ რატომ არ ნებდებიან ადამიანები, რადგან ეს არ არის მხოლოდ ტიპიური პოლიტიკური კრიზისი, ეს ბევრად მეტია და ეხება საქართველოს მომავალს. ფიქრობ, შესაძლოა პარტნიორები საკმარისად არაფასებენ იმას, რომ აქ მიმდინარე მოვლენები გამოწვევაა საქართველოს დემოკრატიული პარტნიორებისთვისაც. ეს მხოლოდ საქართველოთი არ შემოიფარგლება. სტრატეგიული თვალსაზრისით ეს ეხება მთელ კავკასიასა და შავ ზღვას და შესაბამისად ცენტრალურ აზიასთან დაკავშირებადობას. რუსეთი უფრო ფართო გამოწვევას ქმნის აქ, მიუხედავად იმისა, რომ ის დღეს უფრო სუსტია ვიდრე ოდესმე. როგორც მეხუთე პრეზიდენტმა თქვა, შეერთებული შტატები და ევროპა დიდ ინვესტიციებს დებს საქართველოში სახელმწიფო ინსტიტუტების შესაქმნელად, დემოკრატიული ქვეყნის შესაქმნელად, იმისთვის რომ შეიქმნას უსაფრთხო და სანდო პარტნიორი როგორც ევროპისთვის, ასევე შეერთებული შტატებისთვის შავი ზღვის რეგიონში. ზურაბიშვილის განმარტებით ეს ყველაფერი მოულოდნელად ქრება, ისე რომ არავინ რეაგირებს თანმიმდევრულად და პოლიტიკურად.